მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. გამარჯობა. ეთერში ვართ და ვიწყებთ ძალიან საინტერესო ამბით, საინტერესო რა. ნუ რაც მოსახდენია ის მოხდა, ხო? დედის გინების კორიანტელი უპასუხოდ არ დარჩა. ვერ დარჩება. როგორ დაიწყო, აბა ეს ყველაფერი გავუშვათ. აი თქვენ გესმით ეს სიმღერა, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან შეურაცხყოფელია, ძალიან ბევრი 1.200.000 მინიმუმ ადამიანისთვის და ამის შემდეგ პასუხიც გაეცა. თუ რა შეიძლება ახლა ამაზე ითქვას? ეს არის პროვოკაცია, რომელიც მოაწყეს აკაცუკებმა და რადიკალებმა და ძალიან რთულია ამ პროვოკაციას არ წამოეგო, იმიტომ რომ დედას როცა გაგინებენ ხანგრძლივად და სიმღერით, ან არა სიმღერით, ჩვეულებრივი არასაჯარო პირისთვის, მომხრესთვის პარტიის, ქართულისმის პარტიის ძალიან იოლია ქართველისთვის შეკავება. და მიიღეს ის რაც მიიღეს. და ესე იქნება. უბრალოდ მე მოუწოდებ აი ამ ტიპებს, ვინც ხელმძღვანელობენ აი ამ ტიპებს. ესეთი სად იყო ხაბეიშვილი, ხო? ის ხო მშვიდობიან დამხობას ხელმძღვანელობდა. სად იყო გედი, რომელიც ტყვიას შუბლით ეფარება? ზროსლები სად იყო? ან სიკვდილი ან გამარჯობა. საერთოდ აი ამ პიკეტის ორგანიზატორი ვინ არის? აი საკითხავია. ნახე შალვა, მოდი ესეთი რაღაც ვთქვათ რა. უფროსი ვინმე იყო? თავიანთი დღის წესრიგი როგორია რა, კაცუკების და რადიკალების, რომ მე რაღაც 290 რაღაცა დღე, რომელიც უწყვეტი პროტესტი დგანან რუსთაველზე, არაფერი ექშენი არ არის, არაფერი არ ხდება. არავინ არ ერჩის, ვერც ვერავის ესეთ რაღაცა დივერსანტულ და პროვოკაციულ საკითხს ვერ უჩალიჩებენ. აქეთ გაიხსნა უცბად კალაძის შტაბი, რომელიც არის ამ ერთი თვის განმავლობაში ცენტრალური თემა დღის წესრიგში და მეტი რა უნდათ, ბიჭო, იქ მოწყენილად იყვნენ. ეხა ამათი ოცნება არის, რომ ვინმე მან ხელი დაარტყას, ან ვინმე წამოიკიდო, ხო, ან პროვოკაციაზე წამოიკიდონ ვინმე, იმიტომ რომ სხვა ფუნქციონირების მექანიზმი არ აქვს. ეხა ამას რო შეხედავენ, ხო, ეს ძალიან მაგარი პონტია, იქ არის შტაბი და ხო აგინებს მთელი, ეხა მე უყურებდი მაგალითად ლაივში. ოღონდ იმათი პერსპექტივიდან გადაღებულს, აი ტაბულას ლაივი იყო, გოგოები და მათ შორის ბიჭებიც აი ხავიან ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებიან, ხავიან, რასაც ქვია და მე ხა ვიღაცა ხო, ვიღაცა გამლელი იქნება, ვიღაცა გამომლელი, ვიღაცა შემსვლელი, ვიღაცა გამომსვლელი და წაუამწყნებენ, ხო? არა, აქ დამშლოვანი რა არის. თან ახლა რუსთაველის რა ქვია 30 კაცთან გადაკეთოს და დაემატა უკვე მელიქიშვილის გადაკეთება. ერთი რამ მაინტერესებს, მეგობრებო, აქ დამშლოვანი რამ ყველა აქციას ყავს სპონტანურსაც და უბედურს და დაბდურ აქციასაც ყავს გარკვეული სპონსორი და ასე შემდეგ. და კურატორი, ხო? ცხადია ეს კურატორები იქ იყვნენ. ოღონდ ცნობად სახები უნდა იყვნენ, ხო? ეს ვიღაცა აქტივისტი შეიძლება იყოს ამ პოლიტიკოსი. რატომ არ ჩადნენ, როცა დაკადაკა დაიწყო, როცა საქმეზე მიდგა და ხო, იფხორებიან რომ უნდა დაგვამხონ. რატომ არ გამოჩნდნენ? სად გაიქცნენ? აი ეს არის ალბათ რიტორიკული შეკითხვა, მაგრამ რომელ ეგეთ გაწო გამოწევაში ყოფილა ოპოზიციის ლიდერშიპი წარმოდგენილი, ეხა რომ მოგინდეს და ეძებო რომ აბა სად არიანო? მანამდე გინახავთ სადმე? ხო, ნუ ლიდერშიპიც აკია. კარგი, მოდი ახლა ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო კადრი გვაქვს, სადაც მომიტინგეები, ეგრეთ წოდებული აკაცუკი არ არის ცუდი სიტყვა, აკაცუკი რატო გამოვიყენეთ, აკაცუკი არის ორგანიზაცია, რომელიც მდიდარ სარტყელს ღარიბს აძლევს. დაახლოებით ესეთ უხეშად პერიფრაზით შეიძლება გავაკეთოთ. რა მნიშვნელობა აქვს? არა, შალვა, ჩვენ ეხა დედანში და ორიგინალში და სიტყვის ეტიმოლოგია და თვითონ აკაცუკი კარგი საზრიცი და ის რა ანიმევისაც ევასება. არა, აქვს მაგას მნიშვნელობა, კაცო, ეხა ჩვენ ავთენტურ აკაცუკზე კი არ ვაბობ. იმ კონტექსტში ნათქვამი აკაცუკი და მერაბ კოსტავა არიან აქო, ეგ არის სასაცილო და ეგ არის შეუთავსებელი, ისიც რო არიციან თავიანთი ცოდნა ანიმესი როგორ გამოიყენონ სწორად. კი, ჩვენ გვაქვს შენელებული კადრი, სადაც ჩანს რომ აი ამ აკაცუკების მხრიდან ესროლეს შტაბი სწორი იყო ატრეიდისების არმია და ბაზახურს და პროდობეგის ატრეიდისების არმია, ანუ ატრეიდისის საგვარეულო საბოლოოდ ყოიმას ინტერგალაქტიკურ გენოციდს აწყობს და წავიდა. კი ვიდრე გადავინაჩლებ ჩვენს კიდევ ერთ კორესპონდენტთან ირაკლი ბახტაძესთან, მანამდე გვინდა გაჩვენოთ ერთი კადრი აქციიდან. აი,
დაინახეთ ალბათ, ხო? რა. აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საგანი პირდაპირ ხვდება ადამიანს. მადლობთ. ხო, ნუ ეს არ მქონდა კი, არა და მე ვიპოვეთ. თითქმის ყველა ვიდეოს გავეცანი არა, შევანელეთ და ვიპოვეთ. არა, ბოთლები და თემა, ასევე დავაშვეს. აჰა, გასაგებია. გასაგებია. ხო, მოდი ახლა ის მერად ჩაგიგდა ის სასაცილო კი ბატონო, ვიდეო. გაუშვათ. კი ბატონო, ახლავე. კარგად არის მოჭრილი. კარგად არის მოჭრილი და გაუშვათ. შენაც ჩამიგდე. Facebook ლინკია მეგობრებო და ლაპარაკობს ვინ არის ეს შენ ტრეშის არ აქვს მნიშვნელობა, არავინ არ არის. გაუშვით. მეტი გასაკარგი და ჩვენ არ ვიბძვით აქ რაღაცა 100 და 150 არის ჩვენ არ ვიბძვით უფრო მეტისთვის და ეცა ვინალიცო ანუ ჩვენ 500-600 ლარი შენ გვიდგა კონკრეტული პირი არის მიწვის და დანარჩენები შეიძლება დაბალი ტარიფი აქვს რა იცი არა, ამან ძმაო, ჩვენ უფრო ჩვენ მეტი კი ბატონო 300 კი ბატონო ეს ალბათ იმის კარგი გაბარიტებით ჩვენ გვინდა გავუშვათ ხანდაზმული თაღლითი მამუკა ხაზარი ცხენაზე აქ საუბარი არ არის იგა რა. აქ კიდევ მეორებ რა. ცხენაზე აქ საუბარი არა. ჩვენ ყავს ერთი საერთო მტერი. მე ვიცი, რომ ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ. მე შეიძლება ვიკამათო ინგა გრიგოლიასთან, შეიძლება ვიკამათო, რა ვიცი, ნებისმიერთან, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს რუსული ხელისუფლება მოვიშოროთ. ამიტომ მე ყოველთვის ვეძებ, ყოველთვის და ჩემი ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველა ჩემი ნაბიჯი იყო მიმართული როგორმე ვინმესთან ესე თქვა რაღაცა ალიანსი შევკრათ და იმ ხალხთანაც კი ვისთანაც მე წარსულში მქონდა ძალიან ძიმე პერსონალური და ხშირ შემთხვევაში ძალიან პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავი გაჩერეთ მეგობრებო თქვენ მიგვირს ეგრევე გარეგნულ ვიძე ყველაზე სწრაფად აკეთებთ კომენტარს და და მე მარტო ეგ უნდა მეთქო რომ მარტო ამ იმიჯის ცვლილებას უყურებ თქვა რას ლაპარაკობს რა მნიშვნელობა აქვს რა სიტყვი ამ იმიჯის ცვლილება კაია. უბრალოდ მე რა მაინტერესებს ცი იეთი გურჯის ვიღაცამ ხო უთხრა იმიტომ რომ მაგალითად იმან მეორე ხანდაზმულად აღლითმა ბადრიამ არ მოუშვა. ამან მოუშვა. და ეს რო გამოვიდა ხო ნუ ის იყო რა, ნუ ბევრი ეპითეტი წავიდა, რომ ეს ანტაკლაუსად გამოვიდა და ასე შემდეგ და ასე ამბობთ. თქვენი აზრით, იმიტომ რომ ძალიან კრეხელური შედარება არის, მაგრამ მე რაც მგონია, რომ თავის თავთან დაალაგან ვიღაც თავისმა პიარმა უთხრა, რომ ეს მაგიტო არის კაიო, რომ ბრძოლაში შეიძლება მერაბ კოსტავას მიგამსგავსონო. კაც რომელმაც ოღონდ აი ზუსტად მაგიტო. მიიღო ესე იგი ამისგან კი. როგორც თბილისის ფოლკლორში არის. არა, თბილისის ფოლკლორი არა, ძალიან ბევრი ფილმები აქვს, კი ბატონო. ხო და ანუ თქვენ გონიათ რომ აი უთხრეს რომ შეიძლება მერაბ კოსტავერმა უკანა. მე არ მინდა კომენტარის გაკეთება. კი ბატონო. ჩვენ ეხლა შეშინებული ბოხი პატა თუ გინახავთ, ცოტა დამთხარ. აი პატაზე კუდა მოძვი. მამაცია როზროს ლაივი ჩაწერა, ხოთის მერე ჩაწერა ლაივი და ნახეთ რა ვაშკაცრად გამოიყურება, ეხლა არის რუსთაველზე და იქიდან ცოტა ხნის წინ ჩაწერა ლაივი. გავში? დავშვით. ცუცუთი რუსთაველი გადაგეტილია დღეს არის 295 დღე. მაგრამ ნახეთ რა ხდება. ეხლა მივყავი მე ფორმულაზე ვაფასანაიასზე იმას და შეხედეთ რა ხდება ესეთი რაოდენობის პოლიტიკაზე არ მინახავს. ნახეთ რა ამბავია. ნახეთ რა ამბავია. ნახეთ რა ამბავია. ესენი რაღაცა საპირებენ 100%-იანად. ნუ ნახეთ რა ამბავია. ასაგებია. დავიწროება აქ აშკარად და შემდეგ ციმციმი ერთიანის ციტატი რომელსაც ციმციმებს ესენი ნამდვილად რაღაცას აპირებენ. ეს რომ მე მგონი რევოლუცია აღარ უი პოლიცია. ხო და მაგაზინო დარწმუნებული თქვენ კარგად გახსოვთ ის აუდიო ჩანაწერი სადაც მიხეილ სააკაშვილი და მაშინ ჯერ კიდევ ნოდარმელაძე სოფონიჟარაძე საუბრობენ და კი სოფონიჟარაძე რაღაცის უნიასტის აკეთებს ნოდარმელაძე ზუსტად იგივე ის წამოიღო ეხლა ბატონმა პატამ ნოდარმელაძე არომატია. პატას დიხანია ხო მაგარი უნდა ქონდეს წესი თუ არ გაფუშტა. ოპერის მომღერლებს ხო დიხანია. მაგრამ ეგ უფრო პლეიტა და რაღაცა ხო? პირის აპარატი ხო კარგი აქვს რა, რომ აი დიდხანს შეუულია ბგერის გამოცემა რა. მთელი სხეული ხო მაგას ემსახურება მთელი ცხოვრება რომ ღერი ხარ, თან ბასს რომ ღერი ხარ. ანუ და ის სატო უციმციმებს მაშინ. ეს აკონტროლებდეს თავის ორგანიზმს. არა, აშკარად უციმციმებს. ნახეთ რა ხდება. ესენი რაღაცას აპირებენ. ოღონდ არაფერი არ ხდება. შეიძლება ეხა იფიქროს ამის მერე ვაფშე არაფერი არ ხდება. აღარ გვინდა პოლიცია ხო და პატას მინდა, თაღლით პატას მინდა და ბავშვებისთვის ფულის უპოვარი ბავშვებისთვის ფულის წამხმევ
დამყაჩაღებელ 1000 ბურთულაძის მიმართება. დამხობას გვიპირებს და ასე არ უნდა შეავიწრო. ერთი ადგილი, როცა პოლიციელები დგანან იქ. ესენი რაღაცას აპირებენ. შენ წარმოგიდგენია 4-ში რა დუხით იქნება? ძალიან კარგი. ხო, ბადრი ჯაფარიძე რელიგიურ ექსტაზში გაუშვით. ღმერთი როდესაც გიგზავნის განსასწრებს, ამ განსასწრებს გიგზავნის დასახმარებლად. და არასდროს არ გიგზავნის. არ გიგზავნის უფრო მეტ ტვირთს, ვიდრე შენ შეგიძლია ატარო. და მეც შევეცადე რომ ასე შემეხედა ამ პერიოდისთვის და ეს სიტყვა ძალიან დამეხმარა. სამი თვე იჯდა რა განსასწრელი, ნუ ცოტა ხანი ახლა განსასწრელი, ნაგლი რა, ხალხი მართლა წლობით ზის და აწლეულობით რა და ესენი დამხობას გვიპირებენ და განსასწრელი გამოუგზავნა ღმერთმა სამი თვე დაждდა რაღაცა ძალიან კომფორტულ ციხეში რა, განსასწრელი. და ამან რაღაცა ის კათარზისი გამოიწვია. აკეთა რა კომენტარი რა. ტაბლიაშვილი სერიოზული. ლოგო ქსანაქსის. ეს პროცესი ბიზნესათვის წარმატებით დასრულდება, მეთქი ამას ვერ ვიტყვი, გასაკვირველია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ. ხო და ამას უკავშირდება ჩემი გაორებაც მეორე მხრივ ხო მილოცვა არ მილოცვასთან დაკავშირებით ამ შესაძლო შედეგს ივანიშვილის მიერ ბადრი მამუკას განადგურების ცდელობას, ხო, შესაძლო შედეგი ეს არის. როგორც ასეც მე ვერც ვერავის მივულოცავ. ან ოკეი, რაღა ის სულ გრძელობაც აუცილებელია, ვიტყვი ასე, ვულოცავ, ოკეი, მათ განთავისუფლებას, რომელიც არ გამოვრიცხავდა სავარაუდოდ და პატიმრობაზე მძიმეც კი არის ან იქნება. ეს იყო ჩემი შესავალი იმ კონკრეტულ თემაზე, რაც გუშინ მოხდა, იმ კონკრეტულ შესავალი რო ასეთია, იმის მერე რა იქნება, ეგ გვაინტერესებს. ოკეი. ბიჭო, მე გეუბნებით. ბენზოდიაზეპამების ლოგოა თქო ეს. რა არის ეგა? აი, ისეთ საშუალებების რა. ეხლა რომ კერო აკრძალულია. ხო, კერო აკრძალულია. Pfizer-ი და AstraZeneca თქვენ, ავიც წაიყვანეთ. AstraZeneca. არა, Pfizer ის ლირიკა ხო მაგის პრეპარატი წაიყვანეთ და აგერ ლირიკას გაყიდვები ისედაც არ უჭირს. მე ვიცი ეგ ზოლომაქსი პრეპარატი. ზოლომაქსი ქსანაქსი. შეიძლება. ქსანაქსი. მე რა მაინტერესებს? შეიძლება თქვა ბრენდი. ამ მონოლოგს, როდესაც კითხულობს, სუფლიორზე კითხულობს თუ ცნობიერების ნაკადია? სუფლიორზე კითხულობს. ანუ სუფლიორზე ამას ეწერა, ან ოკეი მძიმე, სულგძელობა რახან რაღაცა კაი. არა. ეს ეწერა სუფლიორზე. ბაჭო, როგორ არის ეწერო საბადო? სუფლიორზე წერია და დანარჩენი იმპროვიზაცია. და შენ იცი სუფლიორი. ამიტომ არის მაგარი სახიობი. სუფლიორის ადამიანი როგორ იტანჯება მაგას შენი. მე ვერ ამთხოვს რა. ხო და არა, ამიტომ არის, ხო იცი მსახიობები, რომლებიც მსახიობები, რომლებიც ესე სცენარს მიყვებიან და მეორენი რომლებიც იმპროვიზირებენ. აი ლევან ხაბეიშვილი ეს მეორე დღეს ჰქონდა შანსი რომ ანგარიში გაესწორებინა რეჟიმისთვის, მაგრამ არ ჩანდა. კიდევ ერთხელ გაიღო მწვერვალი და გაელახა. გაემაზა, მერე მოვა ალბათ რა. სხვა შორის აი მერე მოსულა გუბაზი გამახსენდა. ხაბეიშვილი ამ რადიკალებზე ბევრად დაწინაურებულია, იმიტომ რომ ეს რაში, იმიტომ რომ ტკივილს ვერ გზნობს და შეუძლია ბევრჯერ გაიგოს. მაგრამ არ მოდის, აბა გაუშვით. უნდა გვესმოდეს თია. თუ ისინი ქართველი ხალხისკენ გაიწევენ, მიიღებენ მრისხანებას, არც ერთ ადამიანს არ გავატანთ, არც ერთ ადამიანს არ მოვაპარინებ და მე დარწმუნებული ვარ, მანამდეც თქვენ მომეხმარეთ ერთმანეთს მივეხმაროთ ერთ რამეში. უიმედობა დავანგრიოთ და თუ შიგნიდან ნახევარი მთავრობა და სამინისტროები და ძალოვანი უწყებები ქართველ ხალხთან არ დადგეს, აგერ განახებთ, მაგრამ თუ იქნებიან სამჭკუაშვილები და მიუჰაუზენები, რომ იცით რა, რაციონალურად 8 გზა დავიტოვოთ, ივანიშვილი მოგვაწვება თუ დავიტოვებთ 8 გზას, მანამ სანამ რომელიმე გზაში არ შევწურებით. ამიტომ რომ წავალთ წინ, გზები უნდა ჩავხერგოთ უკან დასახევი. სხვათა შორის დავით აღმაშენებელმა ეგ გააკეთა. რომ წავიდა ბრძოლაში უკან დასახევი გზა არ დატოვა. არ უნდა თქვენი დიდგორი 4-ში იქნება. ქართველი ხალხის დიდგორი იქნება 4 ოქტომბერს. დიახ ხასიათი. მე სხვა რაღაც მაინტერესებს. მე მაინტერესებს ეს მიშას ფეტიშისტი ჟურნალისტი, როდის აქედან არის ტევ პირველზე? არის. თავარზე არის. თავარი აიხურა, ხო. და შეიფარეს ესე. აუს. ეს მე იცი რა მაინტერესებს. ძალიან მაგარია მე თქვა ამან. ეს გოგო ძალიან მიშისტია. არა, არა, ძალიან გიჟია ძმაო. ხო, ეს ეხლა ბაკიბუქობს რა. და უბრალოდ მე მინდა ნახო ეს ყველა გადაცემაში დროშით დადის, ანუ ცივა. შამციუნა. კარგი. მოდი საბაბუაძე ხო აღარ არის. არა, წავიდა საბაბუაძე.
მაგრამ მაინც რჩება. პროსტა ლაპარაკით არაუშავოთ ნერვები. ეფირი ევასება ეს. არ მინდა, ხო? საბაბოა პროსტა და ძალიან არ გავლანწყოთ. ვაფშე არ გავლანწოთ საბაბოაზე. ხო, დედამისის პატივის ცემ. ხო, მოდი ცოტნე კობერიძე გავუშვათ. არ გავუშვათ საბა? ხო, ნუ აღარ არის პარტიაში და. აი, კი ბატონო. კუტაბიში მაშინ. კუტაბოი? რაღაცა ის ბოიკოტის ფორმები რაც არსებობს, ეგეც არის რაღაც საპროტესტო ფორმით გადარჩეს ოპოზიციის რაღაც ნაწილი. ხალხს სინამდვილეში რა უნდა? ხალხს უნდა სინამდვილეში ცვლილება და გამარჯვება. რაც არ უნდა ხა ამას ლეგიტიმური ეძახო. ამ ეს არის არც თუ შენ დაჯარიმებას ის ახერხებენ, გადასახადების ამოღებას ახერხებენ, დაჭერას ახერხებენ. ამიტომ ხალხს უნდა ეს შეიცვალოს. ეხლა ცვლილების პოლიტიკა ვერ დადგა. ეს არის ეხლა ჟანრის კრიზისი, არის ტოქსიკური გარემო და ამიტომ ხა ყველასთან მიმართებაში იქნება ჩხუბის განწყობას. ამაზე ცუდი ფორმით ვერც ბოიკოტში გავიდოდით, რაც ეხლა ხდება. და ვერც არჩევნებში მივიღებდით მონაწილეობას. ორივე ცუდიო. ეს დეგენერატია. ისე სხვათა შორის ეს იშვიათი გამონაკლისი. ჯერ ძალიან კარგი ვქენით ეს შალვას კრეატურა რო კუტაბიჯი შეარქვა და აშკარად გაიზარდა, გაცდა კუტაბიჯის ყველა სტანდარტს. კუტაბიჯებისგან რაც გამოდის ხო? რაც და ხო, გაცდა, მაგრამ მაინც შეერქვა ეს. ამან ერთხელ რო დაწერა ბიჭო, ესეთი დეგენერატი პოლიტიკური კლასი. ამ ოპოზიციას როგორ წავს, როგორ უნდა ყავდეს ბიჭო, არ იმსახურებს საქართველოს ესე იგი რეფორმირებული მორალის და სრულად ინტელექტუალურ ბანკროტს. მართლა საინტერესო ქვეყანა ვართ, ბაჭო და მართლა კოლონია ვიყოთ, კაი. მაგას ვამბობ, მართლა ჭკვიანი ხალხი ვართ. არ იმსახურებს. ეს ჩვენ რა 30 წელიც გავიარეთ ამ ჩვენი თვითკოლონიალიზმის პერიოდი, პოსტსაბჭოთა პერიოდში, ხო? აი ეს არის შედეგი. ტიპმა თქვა, რომ ბრიტანეთის კოლონია რო ყოფილიყავითო, ჯერ ბრიტანეთის კოლონიებს კითხოს ერთი აბა როგორ გცნობენ თავს. ჩვენო ეხაო Pink Floyd იმაზე რა ქვია მეტროს წინო Pink Floyd-ს ვიდრე ლეზგიკა ხო ლეკურია ხალხო და ქართული ეს დეგენერატი ანუ ყველაფერში ინტელექტუალური ბანკროტი ოღონდ ამ ყველაფერთან ერთად ეს ისიც არ არის პოლიტიკური კლასი აი NGO-შნიკები რო არიან დაზეპირებული დემოკრატი ტრენინგებზე ნასწავლი კოფი ბრეიკებზე ნასწავლი დემოკრატიით ეს ვაფშე სხვა ერთი მონაკვეთი არ აქვს რომ რამე სწორია თქვა მე ერთ რამეს გეტყვით მეგობრებო საქართველოს უნდა და შერიფები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს ჰქონდა ძალიან დიდი შანსი გამხდარიყო ინგლისის კოლონია ძალიან ინგლისის ჯარი აქ იდგა გერმანიის ჯარი იდგა და შემდეგ ინგლისის ჯარი ინგლისმა არ მოისურვა საქართველოში დარჩენა და მისცა გადააბარა ჩვენ თავი რუსებს აი ესე მოხდა დიახ ინგლისი გავიდა აქედან აი ესეთი ამბავი იყო ვისაც არ ახსოვს შეგვიძლია დაგუგლოს ასე თქვა კი ბატონო თაზო ბაჭოს რო გაიგებს მაგას ეხლა შეიძლება ვაფშე თავში ხელებს შემოირტყას მე და ყოფილიყავი დრას გავი ხო ეგრე იყო ხო ვიცით არა გაუშვით თაზო არ ეცოდინებოდა არაფერი სტრატეგიაზე და ნუ გამიბრაზდებით თუ კი ისე ოპოზიციაში გაჩენილი სხვა მოსაზრებების შესახებ კი ბატონო ამას ალბათ შეგვებულიც ხართ მაგრამ გაგრძელდება კიდე და მეცით რომ არ არის სტრატეგიაზე და იმას არც აყურადღებას ვაქცევ ამ იმას რა ქვია კრიტიკას უბრალოდ ხო რაღაცა კარგი გასაგებია თქვენ უბრუნებ ოღონდ ზღვარი ხო არსებობს სიმართლის როდესაც გადასწრები და უბრალოდ ტყუილით ისვრით ალახს შენს პოლიტიკურ არ ვიცი ოპონენტებთან კონკურენტებთან თუ სხვას არ არის ეს სწორი არ არის ეს ნორმალური ეს ჩივის იმაზე რომ ჩვენ ტალას გვესვიან ჰა ეს ამყვანი არ ვიცი რა რამეთ გამოირჩევა არა ახალი წამყვანია შეიძლება ძველია კარგად დავიწყებული ძალიან ხშირად უშვებთ ამას და მე მგონი უნდა შევამციროთ ნაკადი ამ ტიპის გაშვების არც ვიზუალური გამომხატველობით ტოვებს რაიმე შთაბეჭდილებას თუ მეტეს მართლა კუტები არიან რა გავაკეთო ტიპები ვერ აზროვნებენ ადამიანების თვალწინ ხალხო ეხლა მართლა აღშფოთებული ვარ შორეულ ჩინეთში ერთმანეთს ჩაეხუტა რუსეთი ჩინეთი და ინდოეთი და თქვეს რომ ერთად უნდა ვიყოთ და ტრამპმა თქვა ეს არის შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგო დავკარგეთო რუსეთი და ეს არის შეთქმულება ანუ ძალიან დიდი ძალა ინდოეთი ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდა და არიან დასავლეთის რაც დარჩა დასავლეთისგან იმის წინააღმდეგ ეს ერთი ფაქტი მეორე ინდოეთში შინაგან საქმეთა მინისტრად ვინ აირჩიეს ცი ბრიტანეთის ინდოეთში არ ბრიტანეთში ვიცი მუსულმანი ხალი რომელიც პრობლემა არ არის მაგრამ ცოტა ხნის წინ ისრაელის წინააღმდეგ მიტინგები რო ეწყობდა გამოდიოდა პალესტინელების ხარდასაჭერად ხო ვიცით ეს რა ანუ ვინმე კი არ არის ახლა შინაგან ძალიან სერიოზული თანამდებობა აქვს შინაგან
უამრავი ფაქტებია, რა ხდება ფრონტის ხაზზე, აგერ კიევის ცენტრი დაბომბეს და არაფერი. ყველაფერი მოზაიკასავით, როგორ შეიძლება არ დაალაგო და თქვა, რომ სამყარო შეიცვალა და ეს ცვლილებები გვიახლოვდება კი არა, ხორციელდება. ეს დედა აფეთქება. მინდა თუ არ მინდა. არა, რა არის, აი, ხო არსებობს, აი, შენთვის ხო არ ცხოვრობ, არა? ხო არ შეიძლება მუდმივად 3, 4, 90-იანი წლების ლიბერალური ნარატივები ხო რა, აი მაგას. აი, მართლა ეს სიგიჟია რა, აი, როგორ, აგერ მაგალითად ეხლა რაც შეეხება უკრაინას, ხო? უკრაინას როგორც იყო ომამდე და ეხლა როგორც არის. შეიძლება უწოდო რომ უკრაინა არის გამარჯვებული, უკრაინამ რამე მოიგო. აბარა არ ვიცი, არ მინდა ეგეთი მოგება ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან მარტივი რაღაცეებია და უმარტივეს ცხად ყველასათვის დასანახ რაღაცეებზე ეს გარკვეული შიზოფრენია, რომ ვერ ხედავ რაღაცებს და გეკამათება რა. აბა მაშინ შენ პუტინის მომხრე ხარ. აბა პუტინს შეაგინე, აბა იმას შეაგინე. შავა. ეგ ახასიათებს ლიბერალს. რაღაცად რომ თუ ჩვენ არაერთხელ გვითხოვს რა თუ ფაქტები არ ემთხვევა თეორიას მithوارესი ფაქტებისთვის. ლიბერალს აქვს ეს უნდა გავმიჯნოთ ცოდნა გადასულია რწმენით კატეგორიაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არგუმენტს, კონტრარგუმენტს. როდესაც ცოდნის საკრალიზაცია ხდება და რაღაც საკითხების საკრალიზაცია, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ რომელიღაცა კონკრეტული გინდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე და განათლების პოლიტიკაზე თუ ვილაპარაკებთ, ეს არის ტექნიკური საკითხი. მისთვის ეს არის, თქვით სიტყვაზე, free market ფუნდამენტალისტი, ეს არის წმინდა, საკრალური საკითხი. როდესაც ლიბერალისტვის დასავლეთი, ანუ ამერიკა და აი დასავლეთი არის ასეთი გაფეტიშებული, მისთვის რა თქმა უნდა, ყველანაირი რეალობა კი, ყველანაირი რეალობა მიუღებელია, რაც ამ საკრალიზაციას ომამდე იყო ეგ. ომმა ყველაფერი დააჩქარა და ეხლა შეუძლებელი ადამიანი ვერ ხედავდეს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის კრახს მთელ სოფლიოში. შეუძლებელია ამას. გავიგეშალვა, მაგრამ ადამიანი ჯერ კიდე ძველ საბერძნეთში სანამ მითოლოგიური აზროვნებიდან ფილოსოფიურზე გადავიდა, დიდი ხანი დაჭირდა რელიგიურ აზროვნებაზე კიდე დიდი ხანი. როდესაც რევოლუციები ხდებოდა, ხო, მე დიდი წარმოებითი რევოლუციები და დიდი ნარატივები რო იცვლებოდა, გრანდ ნარატივები, ბურჟუაზიული რევოლუცია, რაღაცა ბნელი რატო არის? დიდი რაღაცები იცვლებოდა. უმაღლესი სასწავლებელი. არ არის ბნელი დასავლო. ხო არ გაგიზ. სოფლიო უმაღლესი სასწავლებლების სიაში. რა ბნელი ყველაზე სერიოზული სოციალური პროექტები აქვს ეგ ერთი ჰაიტეკთან შერწყმული რა ბნელი რის ბნელი. ინდოეთი გეთახმება ჯერ ვითარდება, მაგრამ 15 წელიწადში იძახიან რომ ჩინეთის დღევანდელ დონეს მიაღწევს. ინდოეთი, რომელსაც 1.5 მილიარდი ადამიანი ყავს და ხარისხი, რაოდენობა ხარისხში გადადის და ჩვენ ეს ლიბერდებილები რაღაც მართლა 90 გიანოდია რომ პარტკომიდანის გახდა ლიბერალი. ჩვენ გვეუბნებიან რომ იმას მისდევს რა. ფუკუიამას კი, ჩვენ გვეუბნებიან რომ მაგალითად ფუკუიამა აღარ მისდევს. აბა ბიჭო, ფუკუიამა სხვათა შორის არ მომკვდარა. მე მგონი არ მომკვდარა. ფუკუიამა უარყო კაცო თავისი და არც ერთ შემთხვევაში არ აქვს ჩამოყვანილი ყავდა. არა, მეცნიერ მუშაკი არის ის და შევწდიო თქვა და ეს თვითონ სამეცნიერო კვლევით პროცესში ძალიან მოსული ფაქტი არის. ჩვენც კი მას თქვა, რომ ჩემი ძველი ნაწერები საერთოდ სადა დედამიწა, მაგრამ პრინციპს ვამბობ რა, რომ ჩვენ ესე იგი ამ ლიბერალს ფეტიში აქვს, რომ ჩვენ ვიყოთ, არ ვიცი, ლუქსემბურგს, როგორ იქაც პრობლემებია და იქაც პრობლემებია და მალტა და აი ბიჭო გაჩერდი რა, სხვაგან არის ცენტრი, სხვაგან არის პრობლემებია, ბიჭო. სხვაგან არის ცენტრები. მაგალითად პოლონეთის ანტირუსმა, რუსოფობმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ომში გვითრევდნენო. მეორემ ევროკავშირის დროშებით ჩახსნა. ანუ რაღაცა იქნება ხალხო. არა, იმან ხო და არა მოქმედმა თქვა რომ ვითრევდაო და მოქმედმა მისიც ანტირუსია. რა თქმა უნდა, პოლონელი ყველა ანტირუსია. ანუ რუსების ხრიკები არ არის. ოღონდ იმიტომ კი არ არიან ანტირუსები, რომ დაპყრობილი ყავდა. არა, ერთ წამ, არა, ეგ ერთი, მაგრამ
ლიბერალებს მიმართავ. თქვენნაირი მოტივით კი არ არიან, რომ ამერიკამ რო გთხოვათ, რომ ანტირუსები იყავით. არა, იმათ აქვს პრეტენზია, რომ ყველაზე მთავარი სლავები ჩვენ ვართ და აქითო არიან. ანუ იმპერიული მიზნების გამო არიან ანტირუსები, ეჯიბრებიან, თორე ჩვენნაირად კი არა. თქვენ გთხოვათ მაკკეინის ინსტიტუტმა და რაღაცა იმან გთხოვათ არ დაგაფინანსათ, რომ იყოთ ანტირუსები. მოდი ირაკლი კუპრაძე ეს არის რაოდენ სასაცილო და უნდა ჟღერდეს მეურობის ახი კალაძის კონკურენტი და ძალიან მაგარი გავუშვით. მეორე მხარეს ეროვნულ დონეზე ხელისუფლების შესაძლებლად შენ გჭირდება აქციებით, შენ გჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნებით სამართლიან პირობებში და შენ გჭირდება პოლიტიკური პარტიების თავისუფლება. შეხვალ საკრებულოში დაიკავებთ ადგილებს, მაგრამ ქუჩის პროტესტის დაიკავებთ ადგილებს კი არა, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. როგორც არ უნდა წარმოგედგინოთ თქვენც და სხვასაც 70% თბილისელს ვეუბნებით. წარმომიდგენია, მე ახლა მოდი ვილაპარაკოთ. გამოიყენეთ ეს შანსი და დაამარცხეთ ივანიშვილი დედაქალაქში. დავიბრუნოთ ქალაქი, ასეთია თქვენი დედაქალაქი. დავიბრუნოთ თბილისში. ეს სხვათაშორის დავიბრუნოთ ძმა არის ნაცების ცნობილი სლოგანი და ამით დავიბრუნოთ საქართველოს, დავიბრუნოთ თბილისს და ძალიან კარგად მოერგო ამათ, ხო? 5 ნომრის ისა, მაგათ ნომერიც წაერთვათ, ხო? რომ ვაფშე ეხა უნდა გააკეთონ კლიპი, რომ 4 ოქტომბერს აფხაზეთშია. და ბოლომდე ნაცები იქნებიან. და დადგად რომ გავუშვათ ყველაზე მაგარი ადამიანი დღევანდელი დღის პლანეტარული გედევან ფოფხაძის გედი რატო არ იყო აქციაზე? სვაჩორს გედევან ფოფხაძე მართლა დიდი კუშია, იმიტომ რომ ესეთი არ ვიცი გროტესკული, ესეთი გროტესკული შეძაა ეფემიზმებით ესეთი სასაცილო კაცი მოკლედ მაშინ მარტივად ვთქვათ. ესეთი ხო, მედილი რომელიც გამოძა ან გადარჩა ან სიკვდილი ან თავისუფლება და რაღაცა მეტყვიას არ შევეშვირები და ეს რევოლვერი და არა, გედი სხვა ენა უნდა მოძებნო, სხვა თხრობის მანერაა, შენი კაცო, რანაირად ლაპარაკობ, გაჭერდი. ხო და გავუშვათ, აბა რანაირად ლაპარაკობ. მე ჩემთვის მაქვს ჩამოყალიბებული აბსოლუტურად მყარი პოზიცია ან გამარჯვება ან სიკვდილი. აი თქვენი მხრიდან გაღებული მსხვერპლი რა შეიძლება იყოს? მე ყველაფერთვის ვარ მზად, აბსოლუტურად 100%-ით. იმაჩენ რომ უნდა გავწირო სიცოცხლე იმისათვის, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს უახლოეს პერიოდში და თუ ეს თქვათ ეს მსხვერპლის შედეგს არ მოიტანს ამ ეტაპზე, ეს ჩემთვის არ იქნება არაფრის მაჩვენებელი. მე მზად ვარ ტექნიკურად როგორ ხდება სიკვდილზე წასვლა? აი 4 ოქტომბერს თუ გაიმარჯვა კახი კალაძემ, ეს იკლავს თავს. არა, ეგ ერთი, კი ბატონო. ეგ ერთი. მეორე რა? მეორე არის ავტომატს, მეორე არის სახჭობელას გაიკეთებს. არა, ეგ თავის მოკლა. არა, სხვადასხვა თავის მოკლეებია. აი კიდევ როგორ შეიძლება, ანუ ვინმე მაგას გონია რომ ეს სრიან ტყიას და ეს თავს მოიკლავს? არა, მე გეუბნები. შეაკოდება? თვითონ მიიყვან მე ის უყიდია, რა ქვია, კატანა. ჰარაკირის გაიგო. ხო. მე მეგობრებო ვიცნობ ძალიან კარგს, არ მინდა კარგად არ მინდა სახელი გვარის ქართული შოუ-ბიზნესის დივას და ერთი გენიალური გამონათქვამი აქვს, რომელიც ალბათ საუკუნეებში დარჩება, ამ ვიდით რამდენს ბედავს. ცნობილი გამონათქვამია და მე აი ესევე შემიძლია გედის უთხრა რომ მე ვერ ვკაიფობ მაგ გამონათქვამზე და რატო აწიპირებ ხარ? არა, ეგ ამ შემთხვევაში ეს ვიდეო სოციალური ჰაბიტუს და თავს შევაკლავ. არა, მაგ პონჩი კი არა რომ ესთეტიკური ფაშიზმია და რაღაცა თქო, პროსტა რა. მე მომწონს. ამ ბერს ბედავს, ამ ვიდით ბერს ბედავს, ბერს. რაღაცა სხვანაირი უნდა იყოს. ნუ გედი ალბათ ვესტერნის პერსონაჟია. არა, თან წითელ წიგნში არის გედი შეტანილი და არ შეიძლება გედი. ხო, შორის ამისგან კეთდება თურმე ბრონიშვილატები. გედისგან? მუმბულისგან. გედის მუმბული სადა? მე ეგრე ვიცი. ამას მუმბული სიმწისგან გაცდა. კარგით, ნუ გედის ჯერ ცოცხალი იყოს და ბეთმა სუცოცხალი ამყოფოს და ან სულ გამარჯვებული გზებით არის, იმიტომ რომ სხვანაირად არის ცოცხლებს ეს კაცი თავს შალვა. არ გვიშინ, არა, ბროლის ბუგახ ბოლო აღებული. არ გინდა გედი რა ბუ იყავი, ბძენი ბუ, რომელიც თავს 360 გრადუსით აპრიალებს. ო, ბძენი ბუტევა. 360 არა, 180. ეს ვაფშე ყოველნი აბა რომ წაკეთებს, არა მგონი. კი, მე. არ მეგონი 180 საკეთებს. პოლნი აბა რომ ეხა ეს ყო არ არის, არა.
კარგი. ნუ მაგაზე ვიფიქრებთ მაგაზე და დაგებრუნდებით. გედი რამდენი გრადუსი დატრიალებს? მე მგონი მთლიანად ატრიალებს. მე ვცხოველთა სამყარო მაგრაულიც. მე უკატრიალდება თუ აი გაჭედილი ვარ. მე ეგრე მქონდა აქტული რომ მოატრიალებს, დარჩება ისე თუ უკატრიალებს. პრუჟინას. ბიჭო მე მეგონა რომ მთლიანად დაბრუნდა. ასე თქო, თუ განიყურება ეგრევე პირდაპირ წინ ლანჩები. გადავამბობ, დაგებრუნდებით. მე გედიზე მაინც ის მაინტერესებს, როდის აღმოჩნდება ეპიცენტრში სიტყვები სირედით ზეგ რა კავშირის გამის შესაძლებლობა ზეგ იქნება ეპიცენტრს, რომელიც არის 100 სიკვდილი არ გამო. დიდი მადლობა კარგი. ხვალ.